საღამო მშვიდობისა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის სალომე ლემონჯავესთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. კვირის თემა: ცოცავი ოკუპაცია გრძელდება, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა მოსაზრებები. ცხინვალის საფეხბურთო კლუბი ცხინვალი, წარმატებები და პრობლემები. რუბრიკაში პორტრეტი გაგაცნობთ არქიმანდრით სერაფიმე ჭედიას. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. დობის აღდგენისა და შერიგების შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმები. ამ თემაზე ქორთიერთ მარიოტში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონფლიქტების შედეგად დაშორებულ საზოგადოებებს შორის კონტაქტებისა და დობის აღდგენის მიზნით მნიშვნელოვანი ზომების გატარებას, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შენარჩუნებას. შეხვედრის მონაწილეებმა მნიშვნელოვნად მიიჩნიეს სხვა სამშვიდობო რესურსებთან ერთად სახალხო დიპლომატიის კუთხით მუშაობის გაგრძელება. გამომსვლელებმა ძალიან საინტერესო ინფორმაცია წარმოადგენეს იმის თაობაზე, თუ როგორ იცვლება სრულიად ახალი რეალიები დგება. ეს ეხება განსაკუთრებულად ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო აქტუალური ხდება ყოვლის მომცველი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების სტრატეგიის შექმნა და სწორედ ეს სტრატეგია უნდა დაფუძნებული იყოს ისეთ დებულებებზე, რომლებიც განავითარებს ტრადიციული ისტორიული ქართულ-აფხაზური ძმური ურთიერთობების აღდგენასა და განვითარებას ხელს შეუწყობს. განხილვის მთავარი თემა იყო აფხაზეთის კონფლიქტის ახალი რეალიების გათვალისწინებით კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან დაახლოებისა და ურთიერთდობის აღდგენის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. მე მინდა რომ ფლორენცია გადავაქციოთ ახალგაზრდების შეხვედრის ჟენევად. ვინაიდან ფონდი, რომლის ექსპერტიც მე გახლავართ, აქცენტირებული არის ინტერკულტურულ დიალოგზე და ჩემი წინადადება იყო, რომ ფლორენციაში პირველად შემდგარიყო კონფლიქტური რეგიონების სტუდენტების შეხვედრა და იქ შეხვედრის სამუშაო სლოგანი გახლავთ ესეთი: რა გვაახლოებს და რა გვაშორებს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მონაწილეების მომზადებას აი ამ ხრივ და გარდა ამისა მათი ხელმძღვანელების განწყობას. იმიტომ რომ ეს არის უკვე პოლიტიკური, დიპლომატიური, მაგრამ ახალგაზრდული შეხვედრა, რომელსაც ექნება უდიდესი დატვირთვა. შეხვედრის ბოლოს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა აპარატისა და ცხუმ აფხაზეთის აკადემიასთან არსებული პოლიტიკური კონფლიქტებისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ახალგაზრდული სასწავლო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. თავარი მიზანი ამ ცენტრისა იქნება ახალგაზრდა კადრების ლიდერების აღზრდა, დემოკრატიული საწყისების ჩამოყალიბებაში მათი მონაწილეობა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა პროცესში. მათ აქ განზრახვა რომ მოძებნონ გზები თავის თანატოლებთან აფხაზეთში და ეს იმდენად შესაძლებელია, რამე თუ ისინი არ არიან დატვირთული ჩვენი შეცდომებით, ჩვენი წარსულით. ამიტომ ახალგაზრდა ძალით ჩართვა ამ პროცესში ცუდი არ არის. მით უმეტეს ამას ხელს უწყობს ხელისუფლება, ხელს უწყობს ის სტრუქტურები, რომლებიც ჩართული არიან იგივე საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგების სამინისტრო. დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან როგორც სამთავრობო, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მას ესწრებიან ახალგაზრდები, რომლებიც ახალი სასწავლო ცენტრის მსმენელები გახდებიან. ეს ახალგაზრდები არიან სრულიად საქართველოს მასშტაბით ძალიან აქტიურები, პოლიტიკური კარიერის მქონე სტუდენტები, ალბათ რეკომენდაციებსაც მისცემენ მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას იმისათვის, რა უნდა გაკეთდეს ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის და რომ რამდენად მნიშვნელოვანია შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმების კომპლექსურად განხილვა. ჩვენ ვეძებთ შერიგების გზებს აფხაზებსა და ქართველებს შორის. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვცდილობთ მთელი ყურადღება გადავიტანოთ
ახალგაზრდობაზე. ჩვენ საშუალება მოგვეცა ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა ზოგადად ამ კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით თუ რა როლი გვაკისრია ჩვენ და ზოგადად მოზარდების და ასე ვთქვათ ჩვენი თაობის როლი კონფლიქტების მოგვარებაში. ჩვენი ხედვა ამ კუთხით არის ძალიან მრავალფეროვანი. იქიდან გამომდინარე ჩვენ მომავალში უკვე ამ ცენტრის საშუალებით, ამ ახალგაზრდული ცენტრის საშუალებით ვაპირებთ გარკვეული პროექტების განხორციელებას, რომელიც ორიენტირებული იქნება პირველ რიგში ჩვენი როგორც მოზარდების ერთმანეთთან დაკავშირებას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წინასაარჩევნო ნებათა ღელვა გრძელდება. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევნილი უნივერსიტეტის საქმიანობისადმი დიდია საზოგადოების ინტერესი და თემის აქტუალობიდან გამომდინარე ჩვენი გადაცემა პერიოდულად აშუქებს დეკანის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესს. დაპირებისამებრ ჩვენი გადამღები ჯგუფი 17 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ესტუმრა. იმ დღეს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დეკანობის კანდიდატებს, პროფესორებს მერაბ ნაჭყებიას და ბიძინა ლემონჯავას შეხვდნენ. თითოეულმა მათგანმა შეკრებილ საზოგადოებას ფაკულტეტის მართვისა და განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა. პროფესორმა ბიძინა ლემონჯავამ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მრავალწლიანი ისტორია შეახსენა და მისი განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. რაც შეეხება მისი დეკანად მოსვლის სურვილს, ბიძინა ლემონჯავას თქმით, ის არის პრინციპული და ეროვნული ადამიანი, რომელიც სჭირდება ფაკულტეტს შემდგომი განვითარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, მისთვის მთავარია თითოეული სტუდენტი და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველებს შეღავათები დაუწესდეს. ამასთან ერთად იმაზეც იზრუნებს, რომ ინვესტიციების მოზიდვის გზით ზოგიერთი მეცნიერ თანამშრომლის თაროზე შემოდებული ფასეული ნაშრომების გამოქვეყნება შესაძლებელი გახდეს. უმთავრესი ჩვენთვის არის სასწავლო პროცესის და სასწავლო სამეცნიერო პროცესის სრულყოფა და ერთიანობა როგორც პროფესორ-მასწავლებლებისა, ასევე სტუდენტებისა, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის მაინც და მაინც ხარისხიანი ცოდნის მიცემა სტუდენტებისათვის. ჩემი არჩევის შემთხვევაში მე ყველაფერს გავაკეთებ, ის როგორც გითხარით, სასწავლო პროცესის და სამეცნიერო სამუშაოების სრულყოფა. ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის. და გავაგრძელო რა თქმა უნდა ის ტრადიციები, რომელიც არის ამ უნივერსიტეტში. საინტერესო მოსაზრებები და ფაკულტეტის განვითარების საკუთარი სტრატეგია წარადგინა პროფესორმა მერაბ ნაჭყებიამაც, რომელსაც დეკანის თანამდებობაზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები და თანამედროვე დონის კომპიუტერული კლასები, მაღალი ხარისხის განათლება, ფაკულტეტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სტუდენტებთან მეტი კომუნიკაცია და საქმიანი პროექტების და იდეების მხარდაჭერა. ეს იმ დაპირებათა მოკლე ჩამონათვალია, რომლის განხორციელებასაც მერაბ ნაჭყებია მისი არჩევის შემთხვევაში გეგმავს. მე მინდა ვთქვა, რომ პროფესორ-მასწავლებლებისთვის აუცილებლად სათანადო პირობების შექმნა სამეცნიერო და სასწავლო მუშაობისათვის, აუცილებლად მათი ღვაწლის დაფასება და ყოველმხრივი დახმარება იმისათვის, რომ შექმნან სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, კონფერენციები ჩატარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ პროფესორების წარგზავნა სათანადო დაფინანსებით, ეს იყო ძირითადი ჩემი მართვა პროფესორებისადმი. ძირითადი ძალა ეს არის ჩვენი სტუდენტობა და სტუდენტობისთვის მაქვს მთელი რიგი პროექტები გათვალისწინებული, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, როგორც კლას კაბინეტების, ლინგაფონების, კომპიუტერული კლას კაბინეტების თვალსაზრისით, ასევე სამეცნიერო წრეების, სამეცნიერო მოღვაწეობის, გაცვლითი პროგრამების თვალსაზრისით არის მთელი რიგი შეხედულებები მაქვს თვითონ სტუდენტთა სასწავლო პროცესის მიმართებით. დღეს გავიცანით ორი კანდიდატის პრეზენტაციას, ასე რომ ვთქვათ, ორივე მათგანმა ძალიან ამომწრავად ისაუბრეს. სტუდენტების ძალიან კარგად არის გაწყობილი და ყველა ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. პრობლემა რაც არის ჩვენს ფაკულტეტზე, პირველ რიგში ეს არის ინფრასტრუქტურა და ძალიან მინდა და ჩემი სურვილია და ყველა სტუდენტის, რომ პირველ რიგში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. სწავლის მხრივ მართლა ძალიან კმაყოფილები ვართ ყველანი. მე ვთვლი, რომ ორივემ კარგად წარადგინეს თავიანთი პროგრამები და ძალიან კარგი იქნება თავიანთი, ასე ვთქვათ, დეკანის პოზიციაზე კარგად შეასრულონ და ის დაპირებები, რაც წარადგინეს, აღასრულონ. კარგი იქნებოდა თუ ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებდნენ, იმიტომ რომ მართლა ცოტა ისეთი არის ჩვენი ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება ახალ დეკანს, მისგან მოვითხოვთ მაქსიმალურ, ასე ვთქვათ,
ყურადღება სტუდენტების მიმართ და რაც მთავარია, ყველაზე მართლა სოხუმის უნივერსიტეტში ყველაზე ცუდად არის ინფრასტრუქტურა და ვითხოვთ, რომ მხოლოდ ის გააუმჯობესონ. ორივე კანდიდატის შეხედულება ძალიან ფართოდ იყო და ისე იყო ფაკულტეტის პრობლემებზე მორგებული, ფიქრობთ საინტერესო იყო. იყო კარგად დანახული ის პრობლემები, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და ვფიქრობთ გამოსწორდება ჩვენი არჩევანით. ანუ ჩვენ გავაკეთებთ არჩევანს, რომელიც მისაღები იქნება არა მარტო თითოეული პროფესორის, თითოეული სტუდენტის, ზოგადად ჩვენი ფაკულტეტის ნებისმიერი სხვა სტუდენტისთვის. მე მგონია რომ ორივემ ილაპარაკა იმაზე, რაც პრობლემა დგას დღეს ფაკულტეტის წინაშე და მე ხლა გამორჩევა. რა პრობლემა დგას? რა შეიძლება პრობლემა სასწავლო პროცესი, რა პრობლემა უნდა იყოს? სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, გაჩანზახება და ცალკეული შემობატონო რგოლების, ესე იგი, მათი ფორმის სრულყოფა და ასე შემდეგ. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძეც ესწრებოდა, რომელმაც დეკანობის კანდიდატებთან პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტების შეხვედრას საინტერესო და კონსტრუქციული უწოდა. ჯონი აფაქიძე ჩვენს მედია საშუალებაზე ზეწოლას და შეკრებილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა. მან ჩვენს გადამღებ ჯგუფს ტენდენციურობაში დაგვდობრალი და შეხვედრის ობიექტური გაშუქებისკენ მოგვიწოდა. მე ყველას მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ შენ ფაკულტეტს. თქვენ ანახეთ, ამ ფაკულტეტმა ანახა თუ რა არის ღირსება. იყო მართალია იქ რაღაც ლაპარაკები, რაღაცები მე როგორც რექტორ და როგორც ადამიანს არ სიამოვნებდა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით. და მე მინდა ორივე კანდიდატს ვთხოვოთ. ყველას ბუნებრივია თავისი გადაწყვეტილება მიღებული აქვს, კიდევ გაიაზრებს ხალხი ამ პროგრამების მოსვენის შემდეგ და ჩვენ 21-ის შემდეგ კიდევ ერთმანეთს გამარჯვება უნდა უთხრათ და მეგობრებს უნდა. ჩვენ აგერ ერთის 40 წელია მოღვაწეობს და მეორეს 40 წელია მოღვაწეობს. მე იმედს ვიტოვებ ასევე რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია ობიექტურად გააშუქებს აქ რაც მოხდა. აქ იყო დღეს ძალიან კონსტრუქციული და არა ისე როცა მე ისრაელში ვიყავი აქ მობრძანდა აფხაზეთის ტელევიზია და არ იყო ობიექტურად გაშუქებული ყველაფერი როგორც იყო. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისაკენ მე ვარ ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი. ძალიან ხო ყველას ურავინ გაიშვას ხელს, ჩვენ არავისი არ გვეშინია. მაგრამ ჩვენ სიმართლისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე. არ შეიძლება რომ რომელიმე ტელევიზია, იქნება ეს აფხაზეთის ტელევიზია თუ სხვა, დევნილ უნივერსიტეტს აშუქებდეს ტენდენციურად. მე ამის საუბაზე, რა თქმა უნდა, საუბრების მქონდა, გავიდა რაღაც რეპორტაჟი, ისე მე არ ვიცი, აი გულწრფელად მინდა თქვა ხალხო, ვიკითხო, მე არასდროს სხვა რა მომიღია ადრე ამ რაცის განმავლობაში, რაც უნივერსიტეტი ილანძღებოდა და თუნდაც მე პირადად უსამართლოდ ლანძღავდა ზოგიერთი. არასდროს სხვა რა მომიღია. მე ვკითხო რომ სულთა ადამიანურად, რომელ უნივერსიტეტში საქართველოში მოდის ტელევიზია და აშუქებს დეკანების არჩევნებს. ერთი უნივერსიტეტი მაინც დამსახელებს. მე ჩემს თავის უფლება არ მივეცი აუდიტორიის წინაშე გამოსულიყო. რაც შეეხება ჩვენს ტელევიზიას და ჩვენს სიუჟეტს, ეს იყო სტუდენტთა თხოვნით და თქვენ რატო აკეთებთ მსგავს კომენტარს? ლევანდელზე არ მithმა. არა, ზუსტად იმ სიუჟეტის ავტორი გახლავართ მე. ბატონო ჯონი, მაინც თქვენი კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებით? არავითარი პრობლემა არ არის. ერთი ჩვენს ტელევიზიას არ აქვს უფლება საუნივერსიტეტო ცხოვრება გააშუქოთ. თქვენ გააქვთ უფლება გააშუქოთ საუნივერსიტეტო ცხოვრება, მაგრამ თქვენ საუნივერსიტეტო ცხოვრება უნდა გააშუქოთ ობიექტურად. ამას ვითხოვთ ხოლმე. ყველამ ჩათვალა რომ ის სიუჟეტი იყო. თქვენ რა ამ ჩათვალა თუ არა? თქვენ ცხოვრობთ უნივერსიტეტში? უნივერსიტეტში? ეს თქვენ თვილით რა ობიექტურად? რაც თავარია სტუდენტები. ბოლომდე ობიექტ. თავარია არა, გააჩნია რომელმა სტუდენტებმა და სტუდენტები ახ არის 3000. ასე რომ თქვენ მარტო 5 და 10 სტუდენტის იმით ნუ განსაზღვრავთ. მე უბრალოდ გეუბნებით რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მობრძანდეთ, პირადად ჩემთან მობრძანდეთ და მელაპარაკოთ უნივერსიტეტში რა ხდება. საინტერესოა ბატონმა ჯონიმ რატომ ჩაგვითვალა არაობიექტურობაში ის ფაქტი, როცა მედია წინასაარჩევნოდ აშუქებს სასწავლებელში განვითარებულ მოვლენებს. ამასთან გასაკვირია, რატომ არ ქონდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას რეაქცია იმ პირის ქმედებაზე, რომელიც ჩვენს გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელს გვიშლიდა. ჯონი ყურადღებია, ახლა არასდროს მოგეცი ლანძღავ. იცოდე, მე გეუბნები, არც ერთ ადამიანს უაზროდ ყველას ამოხდი.
ეროვნულ საარქივო ფონდს ქართველი მათემატიკოსის ილია ვეკუას პირადი ფონდი შეემატა. საზოგადო მოღვაწის პირადი დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ არქივს მისმა შვილიშვილებმა, მარინე ვეკუამ და ილია თავხელიძემ უსასყიდლოდ გადასცეს. ილია ვეკუას არქივი მოიცავს მეცნიერების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ცნობებს. ფონდი მკვლევართა დარბაზის მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის. ეს არ არის პირადად ჩემი და მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება, ეს ჩვენი ოჯახის შთამომავლების დღეს უკვე შვილიშვილების გადასაწყვეტი იყო, უბრალოდ მე და ჩემი უფროსი დეიდაშვილი ილია თავხელიძე ამას ვაფორმებთ ფორმალურად, უბრალოდ გავაფორმეთ, იმიტომ რომ ილია ვეკო ეს არა ოჯახის ბაბუა და ოჯახის წევრი და ეს მარტო ჩვენი, ეს არის მთელი საქართველოს კუთვნილება და მე ვფიქრობ და არა მხოლოდ მე, როგორც მოგახსენეთ ჩვენ, რომ სახელმწიფო არქივი ეს არის ის ადგილი, სადაც ეს იქნება სწორად დაცული, სანდოდ დაცული და მე დარწმუნებული ვარ ხელმისაწვდომით მათთვის, ვინც იქნება ამ პერსონით თუ მისი შემოქმედებას უწოდებ, იმიტომ რომ მათემატიკა ნამდვილად შემოქმედებაა. დაინტერესებული. დიდი ქართველი მეცნიერის ილია ვეკუას მართლაც უნიკალური დოკუმენტები დღეიდან უკვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში შეინახება და თავის ღირსეულ ადგილს დაემკვიდრებს ჩვენი არქივის ათასობით ფონდს შორის. მინდა დიდი მადლობა უთხრა მის შთამომავლებსა და ოჯახს, ვინაიდან მათ ეს დიდი რუდუნებით შეინახეს და დღემდე მოიტანეს ეს დოკუმენტები. აფხაზეთის მოზარდ ახალგაზრდობის შემოქმედებითმა ცენტრმა თავისი აღსაზრდელები საზაფხულო ბანაკში დაასვენა. ჰუმანიტარული ასოციაცია ბეთელის მიერ ვარციხეში მოწყობილ ბანაკში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისათვის 30 ადგილი გამოიყო. როგორც ცენტრის დირექტორმა მანენა ბურბოთაშვილმა აღნიშნა, თანამშრომლობა მათსა და ბეთელს შორის კვლავაც გაგრძელდება. უკვე მეორე წელია რაც არსებობს. გაკეთებულია ეს ბანაკი დევნილებისთვის და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის და ამიტომ მოხდნენ ეს ჩვენი მოსწავლეები ამ ბანაკში. ეხლა ჩამოვიდა პირველი ნაკადი და ხვალ ვაგზავნებთ მეორე ნაკადს. სულ დაისვენებს 30 ბავშვი ამ ბანაკში. ძალიან კმაყოფილები არიან, როგორც ხედავთ თქვენ თვითონ. ბანაკიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა დასვენების პერიოდში მიღებული შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. ჩვენ ვიყავით ვარციხეში და ძალიან კარგი იყო. ანუ ყველანაირად ცდილობდნენ რომ გავეხარებინეთ და გამოვიდათ კიდეც. და ძალიან კარგი იყო, რავი, ძალიან მომეწონა, კარგად გავერთეთ. ყველაზე მეტად მომეწონა პინგ-პონგის მაგი და ტბა მომეწონა და ნავები. ძალიან გავერთეთ, ძალიან დავისვენეთ. ძალიან მაგარი ლიდერები გვყავდა, იმიტომ რომ ყველანაირად ცდილობდნენ გავეხარებინეთ. ჩვენი გრაფიკი გვქონდა, რა თქმა უნდა, რომ ძალიან არამოვარდნილი ყავით კალაპოტიდან და ძალიან კარგი იყო. და მოვალ წელსაც ალბათ წავალთ. თბილისის ზღვაზე სპორტულ გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა ჯინოფერი დაისმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 40-მდე ბავშვს უმასპინძლა. აქცია ორგანიზაცია ქალთა თანადგომას ინიციატივი და ქალაქ თბილისის საკრებულოსა და საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების მხარდაჭერით გაიმართა. როგორც აქციის ინიციატორები აცხადებენ, მათი მიზანი იყო სტიქიის შედეგად დაზარალებული მოზარდების კეთილდღეობაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს არ არის პირველი აქცია. მანამდე ჩვენ არაერთხელ ყოლია აქ დევნილი ბავშვები, როგორც აფხაზეთიდან, ასევე შიდა ქართლიდან და აი ამჯერად ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მსგავსი აქცია ყოფილიყო დაზარალებული ბავშვების მიმართ. ვფიქრობთ, რომ ეს დღე ძალიან კარგად გამოვიდა, ბავშვებმა ძალიან იხალისეს, ბევრი კარგი რამ ნახეს და სამომავლოდაც ბატონი ნოდარი დაპირდათ, რომ მსგავსი აქციები ისევ და ისევ გაგრძელდება. უდიდეს მადლობას უხდით მას ამ კომპლექსს და მის დამფუძნებელს ბატონ ნოდარს, გიორგაძეს კეთილშობილური მხარდაჭერისთვის ყოველთვის, იმისთვის რომ აღმოუჩინა ამ ბავშვებს ასეთი დიდი ყურადღება, გაერთენ მთელი დღის განმავლობაში ეს კომპლექსი სრულად ამ ბავშვების განკარგულებაშია, მათ მიიღეს ყველა სერვისი, რაც შეიძლება იყოს მიწოდებული ნებისმიერი კლიენტისთვის, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ ამ ბავშვებისთვის ეს მოგეხსენებათ არის უფასო, ასევე კვება ეს ყველა ხარჯი აიღო საკრებულო. მოვიფიქრეთ, რომ ბავშვები ჯინო პარადისეში ამ 64-ში ეს ბავშვები ამოვიყვანოთ და ეტაპობრივად თითქმის უყოლა დავასვენოთ. აი ახლა 100 ბავშვი გადის რეაბილიტაციას ორ-ორი დღით ამოდის აქ, ისე იგი აქვე ცხოვრობენ ჩვენთან, აქვეა მათი კვებაც. პარალელურად ამისა კიდე აი ეს დღევანდელი კიდე 40 კაციანი ჯგუფი, რომელიც დღეს მოვიდა კიდე დამატებით. ბავშვები მთელი დღის განმავლობაში გაერთნენ და აკვაპარკის სრული სერვისით ისარგებლეს. როგორც თავად ამბობენ, დადებითი ემოციებითაც დაიმუხტნენ.
ჯინო ფერედაიშის შეკრებილი ბავშვებისთვის თბილისის სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტებმა და რუსთავის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა საგანგებო კონცერტიც გამართეს. ძალიან კმაყოფილები ვართ, გვაქვს ხელმისაწვდომი აბსოლუტურად ყველა ადგილი და არ ვიცი, უღრმესი მადლობა ჯინო ფერედაის რომ მოგვექცია ყურადღება და ესეთი არაჩვეულებრივი დღე გვაჩუქა. ძალიან მოგვეწონა ეს უბრალოდ გაგვიმასპინძლა ყველაფერი და რა ვიცი, ძალიან მხიარულეთ, ძალიან პოზიტიური დღე იყო. და დიდი მადლობა მინდა მოუხადო ჯინო ფერედაის ესეთი მშვენიერი დღისთვის. აქაურობოთ ძალიან მომწონს, კარგად გავერთო და მაგარი ადგილია. მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან. ასე ქვია პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა თანადგომის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდ სარაჯიშვილის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. მე ვიყავი სტუმრად ჩემს მეგობარ ოჯახში, ისინი არიან გაგრიდან დევნილები, სადაც ოჯახის დიასახლისმა გამოიტანა წერილი და აკანკალებული ხმით ცრემლიანი თვალებით წამიკითხა, სადაც ეწერა რომ მომენატრეთ ყველანი მომენატრა ის დრო, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიჯექით და ვეროდით ყვავილების ქვეყანას. ეს იყო წერილი მისი აფხაზი მეზობლის. შემდეგ გამოიტანა ცნობარი წიგნი სატელეფონო და თქვა რომ ეს ერთადერთი მოსაგონარია ეს წერილი და ეს წიგნი რაც მას შემორჩა მშობლიური გაგრიდან. დაიბადა იდეა რატომაც არ შევკრათ ეს ისტორიები და ესე არ მოუყვეთ საზოგადოებას ჩვენი დაარდის, ჩვენი განცდის, ჩვენი იმედის შესახებ. იმიტომ რომ ამ ნივთებში ჩაქსოვილია ყველაფერი, როგორც ტკივილი, როგორც დაარდი, როგორც მოგონება, როგორც წარსული, ასევე იმედი და სწრაფვა დაუბრუნდეთ ჩვენ მშობლიურ კუთხეში. იდეა იყო არაჩვეულებრივი და დიდ მადლობას ვუხდით ჩემს კოლეგას ქალბატონ ნინო კვარაცხელიას. ის თვითონ დევნილი გახლავთ და წარმოგიდგენიათ როგორი ემოცია გვექნებოდა, როდესაც დევნილის თვალით კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა ეფექტი შეიძლება ქონოდა ამ გამოფენის მოწყობას. რა თქმა უნდა, მომენტალურად გადავწყვეტეთ ეს ზოგადი ორგანიზაციული მხარე ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ ვისაც გულისხმობთ, ეს არის ორგანიზაცია ქალთა თანადგომა. ქალბატონი შორინა ტაბოტაძე ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციას და ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ესე იგი დევნილთა სამოქალაქო განათლება და ჩართულობა სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობაში. აი სწორედ ამ ესეთი მიმართულების და პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძელით რომ გაგვეკეთებინა და იდეა ფაქტობრივად ამ იდეისთვის შეგვესხა ხორცი. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა მშობლიური ადგილებიდან გამოყოლილი პირადი ნივთები. პარალელურად გამოიფინა ამ ნივთების ამსახველი ფოტოებიც. პრეზენტაციაზე დაირიგდა 4 ენაზე გამოცემული ალბომი, რომელშიც შევიდა ამ ფოტოებთან დაკავშირებული ცხოვრებისეული ისტორიები. ალბომი გამოიცა კომპანია Media City-ს მიერ. ჩვენ საერთოდ რაც აფხაზეთთან არის დაკავშირებული, ეს ნივთიერი იქნება მატერიალური, ყველაფერი უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. განა მარტო მატერიალური, ჩვენი მოგონებები რომ არ დაიკარგოს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთიდან და სამოჩაბლოდან დევნილი საზოგადოება. ძალიან ემოციური ღონისძიებაა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ დევნილებს არ დაუკარგავთ ის ხსოვნა, ის მისწრაფება საკუთარი სახლებისაკენ, საკუთარი მშობლიური კუთხეებისაკენ. ის მცირე ძაფი, რომელიც არსებობს კავშირისა დევნილების ოჯახებს შორის, მიტოვებულ ოჯახებს და სახლებს შორის, კიდევ ერთი ძალიან ლამაზი სახით იქნა წარმოჩენილი იდეის ავტორების მიერ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ღირსების ორდენის კავალერის ფოტოგრაფ მიხეილ როსტომაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა სამყარო სიმეტრიაში მოეწყო. შარშან მქონდა პერსონალური გამოფენა, ერთ-ერთი მორიგი. და იქ მოსული იყო გოგა ჩანადირის ცნობილი ფოტოგრაფია. და მქონდა ეს გატანილი რამდენიმე ფოტო, ეს სიმეტრიული ფოტო. და იმან მირჩია რომ ამაზეო გააკეთეო გამოფენა. მარტო ამ თემაზე, მარტო სიმეტრიაზე გააკეთეო, არ გაკეთებულა არა საქართველოსშიო და ერთი 30 ფოტო მაინც თუ გექნებაო. და იქიდან წამოვიდა და დავჯექინე, ნახე, მოვზევნე ძველი ფოტოები რაღაცები და გავაკეთე და გამოფინე.
მიხეილ როსტომაშვილის მხატვრული ფოტოსურათები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. მის მიერ გადაღებული ფოტოებით გაფორმებულია არაერთი წიგნი. 2000 წელს მოეწყო მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით რომანტიკული მოტივები და ახლოა ფერეიდნამდე. გარდა თბილისისა, ფოტოგრაფის გამოფენები ეწყობოდა ბათუმშიც. მიხეილ როსტომაშვილი ალმა-ათაში ქალები მშვიდობისათვის, ეკონომიკური დაცვისა და თანასწორობისათვის საერთაშორისო სერტიფიკატით დაჯილდოვდა. გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის რაღაცას ახალს ეძებს. ამ შემთხვევაში ჩვენც ვხედავთ, რომ ძალიან ახლებურად არის მოტანილი. ეს გაბედული გზა არის, არა ესეთი გზა, რომ აუცილებლად მოიმკი იმებს, მედლებს და პაგონებს და მიხარია, რომ ადამიანი არისვენებს და ამისი გამოწვევებზე მიდის და ძალიან კარგია. მიხეილ როსტომაშვილს დიდი ხანი არ ვიცნობ. მისი ყველა ნამუშევარი, ყველა ეტაპის, ყველა დროის ნანახი მაქვს, მაგრამ დღევანდელი მაინც განსაკუთრებულია და მნიშვნელოვანია იმით, რომ აი კიდევ ერთხელ გამოჩნდა მიხეილ როსტომაშვილის ხედვა მხატვრული ჭურეტა, შეიძლება ასე ვთქვათ, სამყაროს სიმეტრიაში, ასე ქვია ამ გამოფენას, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია დავარქვათ ჩვენ სამყაროს სარკეში, ესეც შეგვიძლია დავარქვათ. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, რასაკვირველია თანამედროვე ტექნოლოგიები გარკვეული შესაძლებლობას იძლევა, რომ ნახატი დაამუშაო და გააკეთილშობილო, მაგრამ თუ აი ეს ხედვა, ის ჭურეტა, რაც მიხეილ როსტომაშვილს აქვს, ეს არის ნამდვილი ფოტოხელოვანის ხედვა. ვერ დაიჭერ. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა შედგა. სპექტაკლი წარმოდგენილი იყო თეატრში ათონელზე. მაყურებელმა იხილა ერთმოქმედებიანი პიესა „ქალი“, რომლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური განფორმებელია ლილი ბურბუთაშვილი. მთავარ როლს ასრულებს ეკა არჩაია. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ სოხუმის თეატრის დასის მსახიობები. მოქმედების ადგილი აეროპორტია. მთავარი მოქმედი პირი უცნაური, ეგზალტირებული, ენერგიული და ხშირად შემტევი. ხანდახან კი უსუსური და უმწეო ქალბატონია. ეს მოგეხსენებათ სოხუმის გამსახურდიას სახელობის თეატრში დაიდგა. სოხუმის დასის მსახიობები მონაწილეობენ. ძალიან საინტერესო იყო მათთან ურთიერთობა და მუშაობა. მთავარ როლში არის ეკა არჩაია, რომელიც შეიძლება ითქვას პირველად არის ასეთ სერიოზული სამუშაო პირველად აქ თეატრში. ეს არის ერთ ქალზე, პიესაც ჩემი გახლავთ და მე თვითონ დავდგე სპექტაკლი. თამაშდება სცენები, როგორ წარმოედგინა და როგორ უნდოდა რომ ყოფილიყო და სინამდვილეში ქალები ძალიან ბევრს ვოცნებობთ ხოლმე და არ ხდება ის ოცნებები და ამიტომ ჩვენ იმ ოცნებებსაც ვთამაშობთ და იმასაც რაც რეალობაში მოხდა. მე იქ მარს თამაშობ. ეს არის ტრადიციული ოჯახი. ანუ საზღვარგარეთის თემას ეხება ეს ჩვენს ემიგრანტებს ეხება. მე რაღაცას ვიტყვი რომ ამ სპექტაკლით ჩვენ რისი თმას გვინდა და რაც არის ეს სათქმელი ეს არის რომ საუბედუროთ ესე არის ხოლმე რა. ანუ ერთი კარგი ცხოვრება როგორც უდათ მთავრდება. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით. ნახავთ შემოგვიყვება გვიერთება. შიდა ქართლში დე-ფაქტო რეჟიმი მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს. შექმნილი ვითარება პრაღაში აბაშიძე კარასინის შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებებს. სახიფათო პროვოკაცია და რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობა. ასეთი შეფასებები მოყვა თბილისში 10 ივლისს შიდა ქართლის ტერიტორიაზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის ქართული მხარის ტერიტორიაზე გადმოწევას. ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი წარმომადგენელი სურაბ აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და გაეცნენ არსებულ ვითარებას. ქვეყნის საგარეო უწყებამ რუსეთის უკანონო ქმედების შესახებ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მიაწოდა. საპროტესტო ნოტა მეზობელ რუსეთშიც გაიგზავნა. დიპლომატებმა გაკვირვება და შეშფოთება გამოთქვეს საოკუპაციო ზოლში შექმნილი ვითარების გამო. ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ რუსეთს მოუწოდა, რომ შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიღება.
ეს არის მორიგი ნაბიჯი გამიზნული იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ კიდევ უფრო დაძაბონ სიტუაცია რეგიონში, ხელი შეუშალონ იმ რაღაცა პოზიტიურ ტენდენციებს, რომელიც გამოჩნდა ჟენევაში ბოლო შეხვედრაზე, რომ შეიძლება რაღაცა ორმხრივი დიალოგი ცოტა უფრო აქტიურად განვავითაროთ აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის მხარესთან და რა თქმა უნდა ასეთი ქმედება არავითარ შემთხვევაში არ უწყობს ხელს აი ამ პროცესების ნორმალურ კალაპოტში მოქცევას. ჟენევა ისედაც რთულად მიმდინარეობს, ჟენევის მოლაპარაკებები, იქ სიტუაცია ყოველთვის დაძაბულია და აი ესეთი ქმედებები კიდევ უფრო ართულებს კონსტრუქციული დიალოგის საშუალებას. მინდა გითხრათ, რომ ნავთულხარდების ამჯერად ბანერების აღმართვის პროცესი საუბედურო და სამწუხარო ჩვენი სახელმწიფოსათვის 2009 წლიდან მიმდინარეობს და არის გამომდინარე 2008 წლის აგვისტოს ომის ძალიან მწვავე შედეგისა, როგორც არის ფაქტობრივად უკვე ღია ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიის, ის რასაც ჩვენ ვხედავთ პერიოდულად ამ წლების განმავლობაში არის ამ ოკუპაციის გაგრძელება, რასაც ვხედავთ დღეს, ეს რა თქმა უნდა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც მორიგი პროვოკაცია. მეტიც მე მაგალითად გორში გავეცანი ადგილობრივი მოსახლეობის და ორგანიზაციების ხედვებსაც. აქ ორი სენსიტიური მომენტი გახლავთ ჩართული. ერთი რომ დაახლოებით 100-მდე მოსახლის მიწასთან დაკავშირებით სახნავსათის მიწებზე და საძოვრებზე ჩდება კითხვის ნიშნები. ჩვენი ამოცანაა რომ ჰუმანიტარული შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს აი ეს შედეგი აღმოიფხვრას და მოსახლეობას ჰქონდეს ცნობა საკუთარ მიწებზე, ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე ამ ბანერის ასე ვთქვათ გადმოწევით ძველნიშნულთან შედარებით 300 მეტრით უფრო შიგნით საქართველოს მეკონტროლირება ტერიტორიაზე, იცით რომ იქ ხდება ნავთობსადენის გარკვეული სეგმენტი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ჩრდილოელი მეზობლის ამ ქმედებას რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობების გამწვავებით ხსნის. ბუნებრივია ეს ნაბიჯი რუსეთის პასუხისმგებლობის ქვეშა. რასთან გვაქვს საქმე, მე არ მგონია რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რუსულ-ქართული ურთიერთობების რამე კომპონენტთან. რუსეთს დღეს ურთიერთობა გაართულებული აქვს დასავლეთთან და უნდა მათი სანქციების შერბილება, კორეგირება და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. დასავლეთთან როგორც კი ურთულდება რუსეთს ურთიერთობა, ის იწყებს ზეწოლას დასავლეთის პარტნიორებს, რაც ტერორისტული აზროვნების ერთ-ერთი გამოვლენებაა. ხო, ტერორისტიც სხვას იყვანს საწამებლად, რომ გავლენა იქონიოს იმაზე, ვინც ამ სხვასთან არის კავშირში. ეს ტერორისტული პოლიტიკა რუსეთისა ჩვეულია. და ჩვენს მიმართ ომის დროსაც ეს ლოგიკა იყო წარმმართველი. რამდენიმე დღის შემდეგ პრაღაში აბაშიძე კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვრის გადმოწევის აღნიშნული ბანერის აღმართვის საკითხი გახლდათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უარყო საზღვრის გადმოწევის ფაქტი. Никакого продвижения границы нет. არავის არაფერი გადმოუწევია, ის თავის ადგილზე რჩება. შეიკრიბოს ქართული მხარე, სამხრეთ ოსეთისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობა და სიტუაცია ადგილზე გაარკვიოს. პროვოკაციები ქვეყნის შიგნით ეძებონ. ქართულმა მხარემ საზღვართან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხი დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან სამხრეთ ოსეთთან უნდა შეეთანხმოს. თბილისში არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობების პროცესი განვითარდეს, რათა არ მოხდეს მკვეთრი უკან დახევა და თანამშრომლობის ატმოსფერომ გზა გაიკვლიოს ემოციებისა და მედია ინტრიგების ფონზეც. მედია ინტრიგებში კი ქართული ჟურნალისტების მიერ საოკუპაციო ზოლთან მოწყობილ აქციას გულისხმობდა, როცა მედიის წარმომადგენლებმა რუსეთის ქმედება გააპროტესტეს და 10 ივლისს დადგმული ბანერი მოხსნეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად შეაფასა მომხდარი. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ხელობაში მაქვს ის ნაბიჯი, რომელმაც გამოიწვია ჩვენში ძალიან დიდი დაძაბულობა, რაც არის ძალიან სახიფათო მთელი რეგიონისათვის. ამ მყიფე რეგიონში შეიძლება მან გამოიწვიოს ისეთი დესტაბილიზაცია, რასაც შემდგომ ძალიან მძიმე შედეგები უნდა მოყვეს. ითქვა, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის პრინციპის უხეში ხელყოფა
რომ საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების დარღვევასთან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იჩაგრება აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯის გამო და ჩვენ მე მოუწოდე ასე ვთქვათ ჩემს რუს კოლეგას, რომ მიიღონ აუცილებლად ეს მხედველობაში და გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯი. ამ მოვლენების განვითარების ფონზე საქართველოში აბაშიძე კარასინის შეხვედრის ფორმატის გადახედვაზეც ალაპარაკდნენ. ოპოზიცია მის შეწყვეტაზე საუბრობს. ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ფორმატი უნდა გაგრძელდეს და ქართულმა მხარემ რუსეთთან სალაპარაკოდ ყველა გზა უნდა გამოიყენოს. არაფერი საფუძველი არ არსებობდა დღეს, რათა ეს ბანერი გაჩენილიყო სადაც გაჩნდა. აშკარა არის, რომ ეს იყო პროვოკაციული ნაბიჯი, რათა საქართველოს რომელიც ოლიმპიადისთვის ემზადება და მსოფლიო ყურადღებას იპყრობს, ყოველთვის რუსეთი ამ ტიპის ღონისძიებების წინ ახორციელებს ამ ტიპის პროვოკაციას. მიმაჩნია, რომ რუსეთის ეს ქცევა არანაირად არ ჯდება იმ ლოგიკაში, რასაც საქართველოს თავაზობს მას, რათა დაალაგდეს ურთიერთობები. რამდენად შეიძლება იყოს წარმატებული დღევანდელი დღიდან გადასახედიდან, ეს მაქსიმუმ ის ზაკეთება შეიძლება და ამიტომ უნდა დარჩეს ფორმატი აუცილებლად, ის განცხადება ზაკეთა გარედან ჯერჯერობით ჩანს რომ იყო რთული შეხვედრა, მძიმე შეხვედრა და გაკუთილად პოზიციები დაფიქსირდა, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რაც უფრო იზოლირებული იქნები, რაც უფრო ნაკლები ბერკეტები გექნება რუსეთთან დიალოგის მასთან რაიმე საკითხის მოგვარებით, რუსეთი მით უფრო მოგებულია ის გააკეთებს იმას, რაც უნდა, თან ისე რომ პასუხის მომთხოვნიც არანაირი რგოლი არ იქნება. ეხლა ამ ფორმატმა იმის საშუალება მაინც მისცა, ჟურნალისტებს მაინც აძლევს იმის საშუალებას, რომ კითხვა დაუსვან და რაღაც პასუხი მოისმინონ. ეს გაბუტვის ბავშვური პოლიტიკა სრულიად უადგილოა დიდ პოლიტიკაში, მით უმეტეს საომარ კონფლიქტის დროს. ქვეყნები ცდილობენ ხოლმე რაც შეიძლება მეტი დიპლომატიური რგოლი გააჩინონ ამ დროს. არა თუ ერთი, არამედ რამოდენიმე, რომ ურთიერთობის ძაფები უფრო გამყარდეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ორი ძაფი გვაქვს და ამალგან ერთ-ერთი გავწყვიტოთ, რომელი ლოგიკით. 2015 წელს ევროტურნირზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ცხინვალის დებიუტი შედგა. ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ცხინვალისთვის მიმდინარე სეზონი გამორჩეული იყო, რადგან 2015 წლის ევროტურნირზე მისი დებიუტი შედგა და პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ლიგაზე. ცხინვალის გუნდმა რუმინეთის ბოტოშანთან სტუმრად ნათამაშები ფრეს შემდეგ საშინაო ევროპულ მატჩს უმასპინძლა თბილისის და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა წააგო. რუმინულ ბოტოშანთან წაგების მიუხედავად მიმდინარე სეზონზე დევნილი კლუბის ცხინვალის მიღწევებს გუნდის თავკაცები კლუბის არსებობის ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევენ. ამბიჯმა თავის ისტორიაში დაწერეს თავის სახელი ცხინვალის არსებობაში, იმიტომ რომ ალბათ სანამ საქართველოს და ცხინვალი არსებობს ამბიჯების სახელი წაუშლილი იქნება, იმიტომ რომ პირველად ტოლვილთა გუნდი მოხვდა UEFA-ს გათამაშებაში. რა ეს იყო პირველი თამაში? მე მინდა ყველა იმ გოლშემატკივარს, ვინც იმ დღეს მოვიდა 7000 მაყურებელი, რომელიც გვერდგულა, გვერდში დაგვიდგა. ცოტა ვერ გამოვედით ისე როგორც საჭირო იყო. თულ თამაში გველოდა, ხა იქ ნათლად ჩანდა, რომ ეს გუნდი იყო კარგად დაბალანსებული, ფიზიკურად კარგად მზად. ერთი რაც თქვა იმედმაძლევს ის, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცათ იმის შანსი, რომ გამოცდილება მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ მომავალ წელს უკვე ჩვენ უნდა დავისახოთ, რომ პირველი რაუნდი თქვა UEFA-ზე აუცილებლად უნდა გავიდეთ, ისე რომ ჩვენ მიზანმიმართულად მივდივართ. ევროპულ გუნდებთან ბევრად რთულია თამაში, ვიდრე საქართველოს ჩვეულებრივ მოქმედ გუნდებთან. ძალიან რთული თამაში გამოგვივიდა, იქ გასვლით პირველ თამაშზე მე ესე ვიტყვი, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ბიჭებმა მაქსიმალური და ცოტა გაგვიმართლა, რომ შედეგი გავაკეთეთ გასვლით თამაშზე, მაგრამ მარტო იღბალის ხარჯზე ვერ მიაღწევთ დღევანდელ ფეხბურთში წარმატებებს და მე მგონია, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო ჩვენზე ბოტოშანი და ამიტომაც დავამარცხდით. ცხინვალის პრეზიდენტი 90-იანი წლების საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშე ოჩამჩირის მკვიდრი მურთაშელიაც გუნდის საუკეთესო მაჩვენებლად 2014-2015 წლის საფეხბურთო სეზონს მიიჩნევს.
ერთი წელია რაც გუნდის პრეზიდენტი გავხდი, მანამდე მუშაობდი, ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, წამოვედი გუნდიდან და იცოლის შემომთავაზეს. და ერთი წელია რაც ვარ და მე მგონი შედეგიც დადგა, რომ ცხინვალი ხებულობს მონაწილეობას ევროპის ლიგაზე. ჩვენ შევძელით ბიჭებთან ერთად ეს გუნდი დაგვეტოვებია უმაღლეს ლიგაში და შემდეგ უკვე გვეფიქრა სხვა მიზნებისთვის. ჩვენი მიზანი იყო, რომ თქვა, გაგვეკეთებია ახალგაზრდული გუნდი, ამაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი გუნდის ახლანდელო პრეზიდენტმა მურთაშელიამ, გიორგი კინკლაძემ, თემურ ქეძვაიამ, რომ გაგვეკეთებია ახალგაზრდული გუნდი და ახალგაზრდა ფეხბურთელებზე მიგვეცა შანსი თავის გამოჩენის, რაც კარგად გამოჩნდა და ყველამ დაინახა. 2014-2015-ში უკვე ჩვენ დავიწყეთ ჩემპიონატი, არავინ არ ელოდებოდა, რომ ჩვენ თქვა საპრიზო ადგილზე გავიდოდით, მაგრამ ამ ბიჭებმა გააკეთეს იმდენი, რომ თქვა მეოთხე ადგილზე გავიდნენ, მოხდნენ იმ ჯგუფში, სადაც უფლება ჰქონდა UEFA-ზე მიგვიღო მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ამ ფეხბურთელებმა შექმნეს ახალი ისტორია. ცხინვალი მხცოვანი და საინტერესო ისტორიის გუნდია. იგი 1936 წელს დაარსდა და დაარსებიდან დღემდე არაერთხელ შეიცვალა სახელი. თავდაპირველად სპარტაკი ეწოდა, 90-იან წლებში ლიახვი, შემდგომ კი ცხინვალი. 2007 წელს დევნილობაში განახლებულ გუნდს კვლავ ისტორიული სახელი სპარტაკი დაუბრუნდა. მიმდინარე წელს კი კლუბის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით კვლავ ცხინვალი დაერქვა. მაინც ასოცირებული იყო სპარტაკი რაღაცა რუსულ იმასთან და ჩემი ინიციატივით გადავარქვით გუნდზე ცხინვალი დავარქვით. დაგეგმილი ქონდა, როდესაც ვიწყებდი ჩემპიონატს, რომ UEFA ლიგაზე უნდა მოხვედრილიყავით და ჩვენ გვინდა, რომ ცხინვალის სახელი გავიტანოთ ევროსარბიელზე და თელმა სოფლიომ გაიგოს, რომ ცხინვალი საქართველოა. კლუბის პრეზიდენტი მურთაშელია მიიჩნევს, რომ მისთვის დევნილი გუნდის პრეზიდენტობა ორმაგად საპასუხისმგებლო საქმეა და ახალგაზრდების წინაშე მეტ ვალდებულებას აკისრებს. ეს ორმაგი დატვირთვაა ჩემთვის, თანაც ვიცი მე გამოვიარე ეს ომი, დევნილობა და რავი, ამ ფეხბურთელების გაჭირვება და გასაჭირები მე გულთან ახლოს მიმაქვს და უფრო პასუხისმგებელი ვარ მაგ ფეხბურთელების წინაშე. კლუბის მთავარი მწვრთნელი და ახალგაზრდა ფეხბურთელები განცდილი მარცხის მიუხედავად შემართებით ვარჯიშობენ და ემზადებიან საქართველოს ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის, რომელიც ერთ თვეში დაიწყება. გუნდში სელექციაც იგეგმება. წყება თქვა ჩვენი ჩემპიონატი, ეროვნული ჩემპიონატი, ჯერ არ ვიცით რომელი გუნდზე თამაშებით, ამიტომ ემზადებით საქართველოს ჩემპიონატისთვის. ფიქრობთ ისევ, რომ თქვა მოხდეთ მომავალ წელსაც UEFA-ს შესარჩევში, ისე რომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბიჭები მაქსიმალურად გააკეთენ ყველაფერს, რომ თქვა იგივე მიღწევა გავაკეთოთ, რომ UEFA-ზე მოგვიწევს თამაში, მაგრამ პირველიდან გამოვარდა სასურველი, რომ პირველი რაუნდი მაინც გავიაროთ. საქართველოს ჩემპიონატში მოვემზადებით გვაქვს ერთი თვე ჩემპიონატის დაწყებამდე და იმედი მაქვს, რომ საქართველოში უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, ამის რესურსი ნამდვილად არის ამ კლუბში. გაგაცნობთ აფხაზეთის მკვიდრ არქიმანდრიტ მამა სერაფიმე ჭედიას პორტრეტს. მან დიდი გზა გაიარა როგორც საერო, ასევე სასულიერო ცხოვრებაში. დღეს სვეტი ცხოვლის ტაძარში მოღვაწეობს და მისი ყოველდღიური ცხოვრებაც ეკლესიას უკავშირდება. სვეტი ცხოვლის ტაძრის წინამძღვარი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მისი ლოცვა-კურთხევით 2010 წელს მე დავინიშნე სვეტი ცხოვლის ტაძრის მოსაყდრად. მონასტერში ცხოვრობს 12 მოსახლე, ანუ მაცხოვრებელი. მაქედან რამოდენიმე სასულიერო პირია და რამოდენიმე ბერია მორჩილთან ერთად. რამოდენიმე მორჩილი აფხაზეთიდან არის, ასევე ბერიც. გვაქვს ტიპიკონი დილის ლოცვები შუა დღეს ამ საათზე აუცილებლად ტარდება სვეტი ცხოვლის პარაკლისი და ყველა მორჩილი და ყველა სასულიერო პირი დაუტევებს თავის საქმიანობას სვეტთან, ყველა ერთობლივად დგას, ლოცულობთ. ასევე
უამრავი საქმეებია, რომელსაც აქ აღვასრულებთ. ვარ საპატრიარქო საფინანსო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე. ასევე პატრიარქის კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიაში ვარ მოძღვარი. რეული არის საკმაოდ ის ხალხი, ვინც მომენტ მოვიდა და ესეთ ახსარებას მაბარებს, რომ ჩემი საქმე აღვასრულო ღმერთამდე მივიყვანო, არიან. ძიებაში ვიყავი და ეს ძიება დასრულდა იმით, რომ მონასტერში აღმოჩნდი, ამბობს მამა სერაფიმე. სკოლის დამთავრებიდან დიდი დრო იყო გასული, როდესაც სასულიერო სემინარიაში მოხვდა. მომზადებისთვის დიდი დრო არ ჰქონია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია. აფხაზეთის ომის შემდეგ უფრო მეტად გამძაფრდა ჩემში ღვთის შემეცნება და თავს თავში ვეძებდი რა მდგომარეობა მქონდა. შინაგანი მდგომარეობის ძიების დროს მე აღმოვაჩინე აქ ამ გარემოში ჩემი თავი და მე მთელი ცხოვრება ვეძებდი ამ მდგომარეობას. სწავლასთან ერთად საპატრიარქოში მუშაობაც დაიწყო და იქ პატრიარქსაც ხშირად ნახულობდა. როგორც თვითონ იხსენებს, ამ შეხვედრებმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლიც ითამაშა. აღმოჩნდი სასწავლებელში ეს პერიოდი ახლა ესე იგი სიახლოვე პატრიარქთან სეფისკვირებს აწყობდნენ საპატრიარქოში და ესეთი შემოსავლის წყარო არ იყო არაფერი და მეუფე პეტრე დღევანდელი მდომთავარი მაშინ სტუდენტი რომელიც მუშაობდა სეფისკვირების საცხოში აღმოჩნდა ერთი ადგილი თავისუფალი და მე მთხოვეს უბრალოდ მე ვთხოვე სამსახური მინდოდა და იქ დავიწყე მუშაობა. პატრიარქს ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა ჩვენთან, ძალიან ხშირად საუბრობდით სხვადასხვა თემაზე და უწმიდესისგან იყო ძალიან ბევრი სწავლება. ბავშვობა დრანდაში გაატარა. მცირე მანძილის გამო ყოველდილით სახლიდან სკოლაში ფეხით მიდიოდა და ეს უხაროდა კიდეც. ადამიანური ურთიერთობები არის ის, რაც ყველაზე მეტად ენატრება. ბუნება იქაური გვენატრება ხოლმე. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ადამიანებთან ურთიერთობის ის პერიოდი და დღეს ნაკოლვანება ჩვენს გონებაში და გულში, რომ მათ ვერ ხედავთ, მათ ვერ მოვესიყვარულებით. დრო, რა თქმა უნდა, თავისას აკეთებს და საკმარისი დრო გავიდა იმისთვის და ფიქრიც საკმარისი იყო, რომ დასრულდეს, მორჩეს, დამთავრდეს. ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ. ჩვენ მზადა ვართ ამისთვის. ჩვენ შეგვიძლია შენდობა და ეს გაკეთებული იყო მთელი სულით და გულით. როგორია მამა სერაფიმეს აფხაზეთი? ყოველდღიურად მონატრებული და იმედით სავსე. მე დავიბადე აფხაზეთში. სკოლებშის რაიონი, დრამდა. იქ გავიზარდე. ჩემთვის ყველაფერია აფხაზეთი. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის.